გამარჯობა, მე ჰიტავარ და მე 160 IQ მაქვს. ვარსკვლავების ადგილმდებარეობა ცაში არ იცვლება. ადრე საზოგადოება და ბევრი გენიოსი ადამიანი ფიქრობდა ასე. ნიუტონიც ეგრე ფიქრობდა. ნიუტონის პერიოდში ძალიან დიდი ავტორიტეტი გახლდათ ეკლესია. ადრე დავდევიდეო რა არის სინათლე. მან ვამბობ, რომ ნიუტონი სერიოზულ დროს უთმობდა მეორით მოსვლის თარიღის გამოთვლას. მაგალითად, ქრისტიანული შეხედულებებიდან მთავარი ინფორმაციული ავტორიტეტი არის ბიბლია და ნიუტონის პერიოდში როგორ ინტერპრეტაციასაც უკეთებდნენ ბიბლიას, ამ ინტერპრეტაციის მიხედვით ცაში ვარსკვლავები მართლაც არ მოძრაობდა. ანუ ვარსკვლავები გაყინულნი არიან ცაში. გრავიტაცია ხომ იცით რაც არის? როცა მასის მქონე სხეულები ერთმანეთს იზიდავენ, ასე უხეშად რომ ვთქვათ. ასეთი გრავიტაციის სახი აღწერა ნიუტონმა 1687 წელს თავის ნამუშევარში. შემდეგ უკვე აინშტაინმა 1916 წელს გამოაქვეყნა თავისი ნამუშევარი, ნაშრომი. ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, რამაც ძირფესვიანად შეცვალა საერთოდ აღქმა სივრცეზე, დროზე, მათ კავშირზე მატერიასთან. თანამედროვე ხედვით, რაც აინშტაინმა დაიწყო, გრავიტაციას არა მხოლოდ მიზიდვა შეუძლია, არამედ განზიდვაც. თუ რამე სხეულის გრავიტაციული მასა იკლებს, მასის დანაკლისის ენერგია გრავიტაციული რადიაციის სახით თავისუფლდება. ასეთი პროცესის დროს გრავიტაცია განიზიდავს. ასევე ამ თანამედროვე ხედვით, მხოლოდ მასა არ განაპირობებს გრავიტაციას, არამედ ენერგია და იმპულსი, რომელიც შეიცავს მასას, იმპულსს და წნევას. წნევა ძალიან საინტერესოა, რადგან წნევა შეიძლება იყოს უარყოფითიც, ხოლო უარყოფით წნევას აქვს უარყოფითი გრავიტაცია. უარყოფითი წნევა აქვს მაგალითად ბნელ ენერგიას. ამიტომ ყველაფერი კოსმოსში განიზიდება ერთმანეთისგან, ფართოვდება. ამიტომ რადგან ყველაფერი ერთმანეთისგან განიზიდება, ყუმბარა რომ ააფეთქო. მისი თითოეული ნაწილაკი ხომ ერთმანეთისგან განიზიდება, ერთმანეთს შორდება. აი მაგალითად გავს სამყაროს გაფართოვება. აი როგორც ყუმბარა ფეთქდება, როგორც გაიბნევა ნაწილაკები, ეგრე ფართოვდება სამყარო. ჩვენ თითქოს ერთ-ერთ ნაწილაკზე ვართ და იქიდან ვაკვირდებით დანარჩენს. ამ შედარების გამო დაერქვა დიდი აფეთქების თეორიას, დიდი აფეთქების თეორია. ყუმბარის აფეთქების პატერნი როგორიც იქნებოდა, ეგეთია ჩვენი სამყაროს გაფართოვების პატერნი. რაღაც აფეთქდა და გავჩნდით ყველანი, ეგრე არ გულისხმობს დიდი აფეთქების თეორია. იმედია მიგახვედრეთ კარგად. დაუბრუნდეთ ნიუტონს. რაც ახლა მე ვისაუბრე, ნიუტონის დროს ეგრე არ იყო. რაც ბუნებრივია, რადგან მაშინ ადრე იყო. ნიუტონის გრავიტაცია საკმაოდ პრიმიტიულად გამოიყურებოდა. გრავიტაციის წყაროდ ითვლებოდა მხოლოდ მასა და გრავიტაციას მაშინ მხოლოდ მიზიდვა შეუძლია. წარმოიდგინეთ ახლა, ნიუტონი იხედება ცაში, ხედავს ვარსკვლავებს, ბოსონს, ლამაზია. ამ ვარსკვლავებს აქვს მასა. მან იცის, რომ მასის მქონე ობიექტები ერთმანეთს იზიდავენ. ვარსკვლავები რატომ არ იზიდავენ ერთმანეთს? რატომ არიან სტატიკურები? თუ ყველაფერი ერთმანეთს იზიდავს, მაშინ ყველა ციური სხეული ერთმანეთის მიმართ უნდა განიცდიდეს აჩქარებას. და ბოლოს რა? უნდა შემჭიდროვდეს ყველაფერი და ბოლოს ერთმანეთს დაიტაკოს. რატომ არ ეტაკება ყველაფერი ერთმანეთს? ამას ფიქრობდა ნიუტონი და მან ბოლოს თქვა, ამაში აუცილებლად ღმერთის ხელი ურევია. ის ყოვლისშემძლე არსებაა და მან განათავსა ვარსკვლავები ისე, რომ მათი გრავიტაცია არ მუშაობს. ღმერთმა ვარსკვლავებს გრავიტაცია გამოურთო. ეს იყო მომენტი, როცა ასეთ დიდ ასპარეზზე მეცნიერული და ინტელექტუალური ჭიდილების სივრცეში რაღაცის ვერ ახსნის მიზეზად მოიშველიეს ღმერთი. თუმცა რა იქნა ახლა ნიუტონს? მორწმუნა კაცი იყო და როგორ შეეძლო ისე უპასუხა. თითქმის 300 წლის შემდეგ რომ რაღაც თეორია მოგცემდა მაგაზე პასუხს, საიდან იცოდინებოდა? თუმცა რაღაცის არ ცოდნა არის ერთადერთი რაიმის მტკიცებულება, რომ თქვენ ეს რაღაც არ იცით. მეტი არაფრის. თუ ახლა რაღაც არ ვიცით, ეს ოკეია. მომავალში გამოჩნდება ვიღაც, ვინც დღევანდელ ჩვენს არცოდნას მარტივ ან რთულ ახსნას მოუძებნის. ასე ხდებოდა ყოველთვის. წარმოიდგინეთ, რა გენიოსი იყო ადამიანი, რომელიც პირველად მიხვდა, რომ მცენარის ნაყოფს თუ მიწაში ჩარგავ, იქიდან გაიზრდება ახალი მცენარი. წარმოიდგინეთ, ეგეც სამყაროში ცხოვრობ, სადაც ეგ არ იციან. თქვენ მოწვიდეთ ვაშლი, სადღაც გადააგდეთ, რაღაც პერიოდის შემდეგ იქ გაიარეთ, სადაც ვაშლი დავარდა და ახლა დამოსული ვაშლის ხე დაგვდათ. ამან ჩაგაფიქრეთ. შემდეგ კიდევ ქენით იგივე და ამან იმუშავა, მაგრამ წარმოიდგინეთ, მთელ დედამიწაზე ეგრე რომ მუშაობს, თქვენს გარდა არავინ იცის და თქვენც შემთხვევით დააკვირდით. სიგიჟე ჭრეს, თუმცა აუცილებლად ვიღაც იყო ეგეთი, ვინც ეგ პირველად აღმოაჩინა ჩვენს წარსულში. ჰელიოცენტრული სისტემა ხომ იცით რაც არის? რომ მზე არის შუაში და პლანეტები მის ირგვლივ ბრუნავს. ჰელიო ბერძნული ენიდან ნიშნავს მზეს. კენტრონ თუ ცენტრონ, არ ვიცი როგორ გამოითქმის, ნიშნავს ცენტრს. ცენტრი არის. ეს ჰელიოცენტრული სისტემა შეიმუშავა კოპერნიკმა მე-16 საუკუნეში. მანამდე იყო მსოფლიოში მიღებული გეოცენტრული მოდელი. გეოცენტრული მოდელის მიხედვით მზის ირგვლივ კი არ ბრუნავს პლანეტები, არამედ დედამიწის ირგვლივ. ბრუნავს ყველაფერი. დედამიწა არის ცენტრი, ჩვენს ირგვლივ ბრუნავს პლანეტებიც, მზეც და მთვარეც. სიმართლე მხოლოდ მთვარე არ მოჩნდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ 5-6 საუკუნეს წინ დაუბადებულიყავით, გვეგონებოდა რომ დედამიწის ირგვლივ ბრუნავს მზე, თუმცა ზოგი ადამიანი დღეს დაიბადა და დედამიწა ბრტყელი გონია. ყველაფერი შეიძლება იყოს სიმართლე, ამიტომ არავინ დავძრახოთ. კიდევ ერთი ამბავი. კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოქვეყნებას. ცის სფეროების გარემოცვათა თაობაზე, სადაც ამბობს, რომ დედამიწა კი არ არის ცენტრი, არამედ მზეა ცენტრი. ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოქვეყნებას, თუმცა როცა გამოქვეყნდა, მაშინდელმა ეკლესიამ ეს წიგნი აკრძალა, აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.
მგონი კარგია რომ ვერ მოესწრო. ტიპმა რა აღმოაჩინა და მაგის გაბაზრება აუკრძალეს. რომ იცოდით, მაშინდელ ეკლესიას ძალიან აწყობდა გეოცენტრული სამყაროს მოდელი. თუ შენს ირგვლივ ბრუნავს სამყარო, შენს გადიდებს, ცენტრში გამყოფებს, ექსკლუზიურობას განიჭებს. როგორი წარმოდგენაც ჰქონდათ ღმერთზე მაშინ, მაგ ღმერთთან აახლოვებდათ. და თუ სადღაც მზეა და ყველაფერი მის ირგვლივ ბრუნავს და შენ უბრალოდ ერთ-ერთ პლანეტაზე ხარ, მაშინდელი წარმოდგენით როგორიც იყო ღმერთი, ეს სუსტდებოდა. ამიტომ წვავდნენ ყველას, ვინც იტყოდა რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი. კიდევ ერთი ამბავია ძალიან საინტერესო. ეს ჰელიოცენტრული მოდელი ხომ შეიქმნა მე-16 საუკუნეში და მას შემდეგ ნელ-ნელა ჰპოვა აღიარება. წარმოიდგინეთ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში არსებობდა კაცი, ძველი ბერძენი, არისტარქეს ამოსელი, რომელიც ამტკიცებდა რომ ყველაფერი მზის გარშემო ბრუნავს და ამას ხსნიდა როგორც შეიძლება ისე. ხსნიდა ამას ძალიან საინტერესოდ, თუმცა არავინ არ უჯერებდა. ყოველ შემთხვევაში ამ აზრმა მსოფლიოში გავრცელება ვერ ჰპოვა. ამ კაციდან 19 საუკუნის შემდეგ მსოფლიომ აღიარეს ჰელიოცენტრული სამყაროს მოდელი. ეს კაცი გავს იმ კაცს, ვინც პირველად აღმოაჩინა, რომ თუ მცენარის ნაყოფს კურკას ჩარგავ, მცენარი ამოვა. ეგეთი ხალხი ბევრი იყო ისტორიაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადად რომ იცოდეთ, ამ ბნელმა საუკუნეებმა ძალიან შეაფერხა განვითარება. პირდაპირ წვავდნენ განსხვავებული აზრის გამო, წაგიბრიალებდნენ ცეცხლს შუა ქუჩაში. ახლა რა კარგად ცხოვრობთ, ნახეთ, ამ სისხლიანი 10 საუკუნის შემდეგ. ამ პერიოდზე გავახსენდა კიდე ასეთი ამბავი. კატა, იცით რატომ ითვლება ეშმაკის ცხოველად თუ რაღაც ეგეთად? საიდან დაიწყო ეგეთი შეხედულება, ნახეთ. შუა საუკუნეებში, ევროპაში, ბნელ საუკუნეებში, რელიგიურ დიქტატურაში ყველაზე დიდი საფრთხე იყო შავი ჭირი. ძალიან ბევრი ადამიანი კვდებოდა და მკურნალობა არ არსებობდა. ამ პერიოდში გრძნეულობას, ალქაჯობას ან რაღაც ეგეთს, ვისაც დააბრალებდნენ, წვავდნენ იმ წამსვე. შეიძლება ცისფერი თვალების ან ჟღალი თმების გამო დაებრალებინათ ვინმესთვის ალქაჯობა და დაეწვათ. შავი ჭირი ძალიან გავრცელებული იყო ყველა ოჯახში კვდებოდა ხალხი. თუმცა როგორც დაკვირდნენ, ზოგ ოჯახში არავინ კვდებოდა. განსაკუთრებით ქალებს ბრალდებოდათ ეგ ამბავი. ზოგი ქალი არ კვდებოდა, არ ემართებოდა შავი ჭირი. რომ დაკვირდნენ, ვინც არ კვდებოდა იმათ, უცნაურად აღმოჩნდა, რომ ბევრ მათგანს სახლში ყავდა კატა. ასეთი ქალები დაწვეს კოცონზე ეშმაკთან ხელშეკრულების დადების გამო. ალქაჯობა დააბრალეს და მთავარ ეშმაკად გამოიყვანეს კატა. კატის პატრონი ვითომ ეშმაკის მსახური იყო და სამაგიეროდ შავი ჭირისგან იცავდა. ეს იყო ლოგიკა და ამაზე ააგეს პროპაგანდა. კატა არის ეშმაკი, კატა ვისაც ყავს ეშმაკისეული და დაიწყეს კატების ხოცვა და კატიანი ხალხისაც. ამის შემდეგ შავმა ჭირმა უფრო მოიმატა. ამოწყდა ყველა. ბოლოს როგორც გაირკვა, შავი ჭირის მთავარი გადამტანები ყოფილან თაგვები და ვირთხები. ვისაც კატა ყავდა სახლში, იქ თაგვები და ვირთხები არ მიდიოდნენ. ამიტომ მათ შავი ჭირი არ ემართებოდათ. ამის შემდეგ დაიწყეს ისევ კატების გამრავლება და მღრღნელების ხოცვა. თუმცა კატა რომ დემონურია იქ დარჩა. ნიუტონს და ჰელიოცენტრულ მზის სისტემას უნდა დაუბრუნდეთ. სხვა გზა არ არის. ნიუტონი ცდილობდა მათემატიკურად გამოეთვალა მზის სისტემაში არსებული პლანეტების ორბიტების მარშრუტი, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოთვალა. მისი გამოთვლების შემდეგ სულ იღებდა პასუხს, რომ ეს ობიექტები ძალიან არასტაბილურები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ აიხედავდა ცაში და რავი, ყველაფერი სტაბილურად არის. თან გამოთვლებში როგორ არასტაბილურობას იღებდა, იცით? ზოგი პლანეტა ერთმანეთს უნდა შეჯახებოდა, ზოგი უნდა შეჯახებოდა მზეს, ზოგი საერთოდ გავარდნილიყო სადღაც, მხოლოდ ქაოსი. მაგრამ გამოვიდოდა გარეთ, აიხედავდა ცაში და ვარსკვლავიც არ ვარდება რომ სრული ჩაიფიქრო. ბოლოს მან თქვა, რომ ყველაფერი რადგან ასეთი სტაბილურია, ღმერთი ასწორებს ამას ხელით, მანუალზე. რაღაცები უნდა აირიოს, მაგრამ არევას როგორც კი იწყებს, ეგრევე ღმერთი ასწორებს. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ისევ არევას დაიწყებს, ისევ გაასწორებს. დაახლოებით ასე წარმოიდგინა მან. თუმცა ნიუტონის დროს არსებობდა ასეთი საინტერესო კაცი, გოტფრიდ ლაიბნიცი, რომელსაც როგორი CV აქვს ნახეთ, ალბათ საკუთარ თავს ფერზე წამოუდგებოდა. გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი, იურისტი, ისტორიკოსი, დიპლომატი, გამომგონებელი და ლინგვისტი, პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი. მას შექმნა კალკულოსისთვის საჭირო მათემატიკური ანალიზი, კომბინატორიკა, საფუძველი ჩაუყარა მათემატიკურ ლოგიკას, აღწერა ორბიტის სისტემა, რომელზეც დაფუძნებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა, ჩამოაყალიბა ენერგიის შენახვის კანონი, კინეტიკური ენერგიის პირველი სახე მას შექმნა. ფსიქოლოგიაში წამოაყენა იდეები არაცნობიერი გონების შესახებ. კიდევ ბევრი რამე გააკეთა. ასევე შექმნა ფილოსოფიის თავისი მიმდინარეობა. რატომ მოვყვევი ამ კაცი ამდენი რამე? როცა ნიუტონი ამბობდა, რომ პლანეტის ორბიტები შეუძლებელია მუშაობდეს ისე, როგორც მუშაობს თუ ამაში ღმერთის ხელი არ ურევია. ლაიბნიცმა ამაზე იხუმრა. თუ ღმერთმა შექმნა პლანეტები, ის ყოვლის შემძლე და ძლიერია. ისეთი რატომ არ შექმნა? მომავალში მისი ჩარევის გარეშეც რომ იმუშაოს. უფრო ზუსტად ასე თქვა, ნიუტონს და მის მიმდევრებს ძალიან უცნაური მოსაზრება აქვთ ღმერთის საქმიანობის შესახებ. მათი დოქტრინის მიხედვით, ყოვლის შემძლე ღმერთს გამუდმებით ჭირდება ჩაერიოს პლანეტების ორბიტების სტაბილურობა რომ გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი თავდაყირა და
დადგება. ღმერთი როგორც ჩანს არასაკმარისად ყოვლისმცოდნე იყო იმისთვის, რომ პლანეტების ორბიტები ბარემ თავიდანვე სტაბილური შეექმნა. მგონი ლოგიკურად გამართული კრიტიკაა, ხო? უნაკლო ღმერთის შემოქმედება ნაკლოვანებებით ახსავსე რატომ უნდა იყოს? შეიძლება ითქვას ამ მომენტიდან ჩაეყარა საფუძველი რელიგიურ ფილოსოფიურ მოძღვრებას დეიზმს. დეიზმის მიმდევრების აზრით, თუ თანხდებით იმაზე, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ღმერთი იდეალურია, მაშინ სამყაროც იდეალურია. ამიტომ სამყაროს გარემონტება არ სჭირდება. დეიზმი ცდილობს მეცნიერებისა და ღმერთის არსებობის იდეის ჰარმონიაში მოყვანას და რაც საერთოდ არ იყო ახლო სფეროები, ღმერთი და მეცნიერება. ან ჯერა ღმერთის, ან თუ რაღაცებს ალკვირდები და ცდილობ ამოხსნა. ღმერთში ეჭვი შეგებარა თუ რატომ იცევი ეგრე. დაახლოებით ასეთი შეხედულება იყო გავრცელებული. დეიზმმა შემოიტანა ახალი რამე. მოკლედ რომ გითხრათ, დეიზმის მიმდევრების აზრით, სამყარო ღმერთმა შექმნა, თუმცა მას შემდეგ აღარ ერევა არაფერში. თანაც ისეთი შექმნა, რომ ჩარევაც აღარ უნდა სჭირდებოდეს, რადგან ღმერთია. დაუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რატომ ვერ გამოთვალა ნიუტონმა პლანეტების ორბიტების მარშრუტი და რატომ დასჭირდა ღმერთის მოშველება ამაში. მან გამოთვლისას ჩათვალა, რომ ორბიტის გეომეტრია დამოკიდებულია მხოლოდ მზის და პლანეტის გრავიტაციაზე. მაგალითად, დედამიწის ორბიტას განსაზღვრავს დედამიწის გრავიტაცია და მზის გრავიტაცია ერთმანეთის მიმართ. მარსის ორბიტას განსაზღვრავს მარსის გრავიტაცია და მზის გრავიტაცია ერთმანეთის მიმართ. და ყველა პლანეტაზე ასე. ამიტომ ყველა გამოთვლაში კატასტროფულ შედეგს იღებდა. სიამდვილეში ის ერთ-ერთ მთავარ ცვლადს არ იყენებდა გამოთვლებში, რაც დაახლოებით 100 წლის შემდეგ სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. თურმე, თუ ცდილობ გამოთვალო დედამიწის ორბიტა როგორი იქნება და ამისთვის აიღებ დედამიწის და მზის გრავიტაციას ერთმანეთის მიმართ, ეს არ არის საკმარისი. ამას უნდა დაუმატო პლანეტების გრავიტაცია ერთმანეთის მიმართ. ანუ პლანეტები ერთმანეთს ვაბალანსებთ. მზის სისტემის პლანეტების ორბიტების გამოთვლა ნიუტონის მექანიკით თურმე შესაძლებელი ყოფილა. ოღონდ თვითონ ნიუტონი ამას ვერ მიხვდა. საბოლოოდ, რადგან პლანეტების გრავიტაცია ერთმანეთზე მოქმედებს და ეს აბალანსებს ყველაფერს, გამოვიდა რომ სრულყოფილ ღმერთს შეძლებია შეექმნა სამყარო, რომელიც თვითონაც სტაბილურია და არ საჭიროებს არანაირ შემდგომ რესტავრაციას. არაფერი ფიზიკის მიღმა ფიზიკური სხეულის აღსაწერად არ არის საჭირო, თუმცა გააჩნია ფიზიკა რა ლეველზეა განვითარებული. რაც უფრო მეტად ვითარდება ფიზიკა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კვანტური მიკრონაწილაკების ფიზიკა აღიარეთ ფუნდამენტურ ფიზიკად, ყველაფერი მართალი გახდა, რაც რელიგიიდან ვიცოდით, ეზოთერიკიდან, მითებიდან, ისტორიიდან, ლეგენდებიდან, ყველაფერი მართალია. ყველაფერი ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. კვანტური ფიზიკა გვეუბნება, რომ ყველაფერს განაპირობებს დამკვირვებელი, ანუ შენი გონებით. შენ როგორც ჩათვლი, ისე იქნება, კარგად თუ ცუდად. ყველაზე ხშირად რელიგია და ფიზიკა იმიტომ მოახსენე, რომ თითქოს ეგენი იყვნენ ყველაზე ხშირად დაპირისპირებული მხარეები. თუმცა ამ სამყაროს რომ შეხედოთ თანამედროვე ფიზიკის სათვალით, ხომ დაინახავ რაღაცას. ამ სათვალეში კიდევ ერთი მინა რომ ჩაამატო, რომელიც რელიგიურ ცოდნას და განმოსაყიდს მოიცავს, რწმენას. რაც შინაგანი და გულწრფელია. უბრალოდ გამოსახულება უკეთესი გახდება. ან რელიგიურ სათვალეს რომ ფიზიკის ლეიერი დაუმატო. და ფიზიკაზე და რელიგიაზეც არ არის. სხვა ნებისმიერი ღირებული დისციპლინები რომ აიღო, ნებისმიერი რამე, ასე თუ ისე ღირებული რაც არის, უნდა ჩაამატო ამ სათვალეში, როგორც ერთ-ერთი ლეიერი. შენი გამოსახულება სულ უფრო უკეთესი გახდება და არაფერი იქნება ისეთი, რაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. შეიძლება რომელიმე ცოდნა, შეხედულება არ გაინტერესებდეს, ან არ მოგწონდეს, ან არ გწამდეს. ეგ პრობლემა არ არის. რომლებიც მოგწონს და გაინტერესებს შენ თვითონ, შენს მოწონებულებშიც არ იქნება დაპირისპირება. ხოლო საერთოს დაინახავ, რაც ერთ დიდ სურათს შეავსებს, უკეთეს გახდის. და თუ რაიმე დაპირისპირებას მაინც დაინახავ მათ შორის, შეიძლება ეს ფილტრიც კი იყოს მის ვარგისობაში დასარწმუნებლად. არ ვიცი რამდენად გასაგებ რამეს ვამბობ. იმედია ცოტა თქვენგანი მაინც გაიგებს, მაგრამ თუ იმედია, რაღაც ცოტას იმედი მქონდეს. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანი გამიგებს. იმედი მაქვს, ყველა თქვენგანი გამიგებს. იმედი მაქვს, იმაზე მეტი ადამიანი გამიგებს, ვიდრე ამ ვიდეოს ნახვა იქნება. და ახლა არის დრო ვიდეოს დასალაიკებლად, არხის გამოსაწერად, ზარის ღილაკისთვის და ვიდეოს გაზიარებისთვის ისეთ ადამიანთან, ვისთანაც აზროვნება გიყვართ.